ნახელი ზარა ხდება ოზურგეთში. კიდევ ერთხელ დიდი პატივისცემა რა. აბა ნამდვილად. ნამდვილად რომ კიდევ ესე იგი ასეთი დუხს თეატრალური ცხოვრება ოზურგეთში, მაგრამ ჩვენ ვრჩებით დასავლეთ საქართველოში, როგორც ვეკითხარით, ახლა გადავინაცვლებთ ოზურგეთიდან სამეგრელოში. და ასევე ახალგაზრდები, რომლებიც ჩვენ ახლა ვნახეთ ეკრანზე, ასეთივე ახალგაზრდული ფესტივალია, თეატრალური ფესტივალი, აი ეგ მე მაქვს ძალიან კარგი ბროშურა, ბუკლეტი, პატარა, რომელშიც ყველაფერი ძალიან ლამაზად არის. ახლა ჩვენ ვისაუბრებთ ტრადიციულ ფესტივალზე, რომელიც უკვე მრავალი წელია იმართება. ამჯერად იყო მანამდე იყო ფოთში, მერე ფოთის სენაკი და აი ეს მხარე არის მოცული, სადაც ძალიან ბევრი საინტერესო კოლექტივი იყო წარმოდგენილი ამ წლების განმავლობაში და რომლის სულის ჩამდგმელი არის ყველასთვის ძალიან საყვარელი მსახიობი ნინელი ჭანკვეტაძე, რომელიც დღეს ჩვენთან არის სტუდიაში, ასევე ჩვენ არაჩვეულებრივ კოლეგასთან, მეგობართან, ნანა თუთბერიძესთან ერთად, რომელსაც თქვენ ძალიან კარგად იცნობთ, ჩვენ თაობა, ვინც ახლა უყურებს ტელევიზორს, განსაკუთრებით მისი ძალიან კარგი გადაცემებით, რომელიც კინოს ეხებოდა და წლების განმავლობაში ნანა თუთბერიძე, კინომცოდნე, ჟურნალისტი, რომელიც დღეს და ულამაზესი ქალბატონი, რომელიც დღეს ჩვენი სტუმარი. მოგესალმებით ქალბატონებო, ძალიან მიხარია, რომ ძალიან კარგ თემაზე საუბრობთ. მადლობა თქვენ. ნამდვილად. და ძალიან კარგ თემაზე, როგორც ვეკითხარით, ეს არის რეგიონალური თეატრების საერთაშორისო, აი ესაა ძალიან მნიშვნელოვანი ახალგაზრდული ფესტივალი, რომელიც 16 ივლისს დაიწყება და იქნება 25 ივლისამდე და არა მარტო ქართულ კოლექტივებს უმასპინძლობს. უფრო დეტალურად თუ რა პროგრამა, ვინ ჩამოდის, რითი გააოცებს მაყურებელს, ამაზე გვესაუბრება ჩვენი და ჩვენებით ვის გააოცებენ. რა თქმა უნდა, ჩვენები თავისთავად ცხადია, თუმცა ბუნებრივია, რომ დავიწყამით საუბარი ლიზა სწორედ გადაცემის დასაწყისში, რომ თეატრი ის ხელშემოქმედება, რომელიც თუ არ შეხედე და არ ნახე, მარტო მონაყოლით ძალიან რთულია და ამიტომ აქ ძალიან დიდი ჩანაწერითაც ჩანაწერითაც ამიტომ აქ ძალიან დიდი მნიშვნელობა ასეთი ტიპის ფესტივალებს, განსაკუთრებით თუ საერთაშორისო მასშტაბის არის, რომ ჩვენ გავეცნოთ კიდევ იმას, თუ რა ხდება ჩვენი ქვეყნის ფარგლებს გარეთ და როგორ ვითარდება, როგორ ცხოვრობს თეატრი თანამედროვე სამყაროში. ნინელი, დიდი მადლობა ნანა მოსვლისთვის კიდევ ერთხელ და დავიწყოთ პირდაპირ იმითი, რით იქნება წლევანდელი პროგრამა საინტერესო, რა ხდება, ვინ ჩამოდის, რამდენი კოლექტივია და რამდენჯერ ორჯერ იქნება სპექტაკლი, ერთხელ რომელ სცენებზე, ფოთში რა იქნება, სცენაში რა იქნება, აი ყველაფერს. მოკლე შესავლით დავიწყებ. ჩვენ ფესტივალში გაჩნდა ახალი სიტყვა ახალგაზრდული და ეს ძალიან მეამაყება, იმიტომ რომ შარშან ფესტივალზე ჩვენ 10 წლის თავზე ის ფორმატი, რაც ჰქონდა რეგიონული თეატრების დათვალიერება, რომელიც წელიწადში ერთხელ ეწყობოდა და ბატონ გურამ ბათიაშვილს ეს ძალიან მოწონდა და ვერაფრით ვერ ველეოდით ამ ფორმატს და ამბობდა, რომ ეს მართლა იმ პერიოდში, როცა ჩვენ დავარსდით, არ არსებობდა ასეთი რამე და რეალურად ბევრი თეატრი პირველად გამოვიდა თავის სახლიდან და აღმოვაჩინეთ, რომ დმანიში არის თეატრი და ხულოშია თეატრი და ერთმანეთს ახალგაზრდები არ იცნობდნენ თაობა და გაიცნეს და არც მაყურებელი არ იცნობდა და ერთობლივი პროექტები გაკეთდა მას შემდეგ და ეხლა თქვენ იცით, რომ დუხს და გადადუხს რეგიონი ქართული თეატრი ყვავის ნამდვილად და უფრო მეცაც რეგიონშია ფესტივალი. რა საკვირველია, დიდი აგური დადებული გვაქვს ნამდვილად ჩვენ აი 12 წლის წინ ეს ვიყავით ნამდვილად ყამირის ამთვისებლები ამ თვალსაზრისით. მას შემდეგ მე არ ვამბობ, რომ მანამდე ფესტივალები არ არსებობდა. იყო მესხეთის ეროვნული თეატრი, რუსთავის ფესტივალი, რუსთავის იყო ოქროს, ბევრი ფესტივალები იყო, მაგრამ რეგიონში მაინც ყველას ჰქონდა თავისი ნიშა. აი როგორც სოსომ არაჩვეულებრივი აგვისტოს ომის მერე გააკეთა კომედიის ფესტივალი, სრულიად არაჩვეულებრივი და დროული. მაგრამ ჩვენი უნიკალური იმითაა, რომ ინარჩუნებს ამ ნიშას, რომ ჩვენთან მხოლოდ რეგიონის თეატრები მონაწილეობდნენ წლების მანძილზე. სტუმრად მხოლოდ აი 1000-ში ერთხელ თბილისის თეატრი ჩამოდიოდა, ისიც სტუმრის სტატუსით.
უფრო ბავშვთა დღეებში გვანებივრებდა მოზარდი ხოლმე და ამას ყოველთვის ვატარებდით. დანარჩენი ეს იყო მხოლოდ რეგიონალური. და ჩვენ არ ქონდა არანაირი შეზღუდვა, არც კომედია ერქვა, არც ეროვნული დრამატურგია ერქვა, ამიტომ ყველა შეეძლო ამაში მონაწილეობა. ცუდი მოხდა ის, რომ ჩვენი ფოთის თეატრი, სადაც დავარსდით, აღარ არსებობს ეს შენობა, სადაც ჩვენ დღეში სამ წარმოდგენას მართავდით. და ეს იყო უნიკალური გამოცდილება ქართული თეატრისთვის. მე ბევრ ფესტივალზე ვარ ნამყოფი და ფოთის თეატრის ტექპერსონალმა ის სრულიად გასაოცარი რამ ჩაიდინა, ისეთ რამებს აკეთებდნენ დღეში 3 წარმოდგენის გამართვა, ეს უცხოეთშიც კი უჭირთ იმ გამოცდილების მქონე ადამიანებს და ჩვენ ეს ვაკეთებდით აი არაჩვეულებრივი ორგანიზებით. და მახსოვს ერთხელ ერთმა რეჟისორმა წინა საღამოს მოითხოვა, რომ მე სპექტაკლშიო, სხვა ჩამოსული იყო, სხვა სპექტაკლი იყო, ანუ ფოთის არ იყო, ლიფტი მჭირდებოდაო. და მე მახსოვს ეს რომ გავიგე, აი შოკში ჩავარდი, ისეთი სტრესი მივიღე, რომ იმიტომ რომ არ არსებობდა ფოთის სცენაზე ეს ლიფტი. და რო ვთქვი ტექპერსონალთან მთელი ღამე გაათენეს ბიჭებმა, რასაკვირველია ჩვენმა სტაფმა და დილით იმ სპექტაკლს ლიფტი ქონდა. აი ესეთ გმირობებს ჩადიოდნენ. მაგრამ მე ვთვლი რომ დღეს იმდენი ფესტივალი შეიქმნა, აი ბედნიერებაა ეს, რომ ამდენი რეგიონში ამდენი ახალი ფესტივალი დაარსდა. და ამიტომ ვთვლი, რომ ჩვენ შეგვიძლია უფრო მეტი და ახალი გავაკეთოთ ამ წუთას, იმიტომ რომ პრაქტიკულად ერთი და იგივე სპექტაკლები მოძრაობენ ამ სივრცეში და ის რისი გაკეთებაც ახლა მე შემიძლია, ხო? ვფიქრობ, რომ ეს უფრო კარგი იქნება ამ ფესტივალს. რაც არის, ეს არის მასტერ-კლასები, რომელსაც ჩვენ ტესტავდით უკვე წლებია ამას ვაკეთებთ პარალელურად ფესტივალის პარალელურად მასტერები ჩამოყვავს, ვაკეთებთ ერთობლივ ახალგაზრდებთან განსაკუთრებული მუშაობა. ეს არის პროფესიონალიზმი. რაც რასაკვირველია, რაც აკლია დღესაც დედაქალაქის მსახიობებსაც და რეგიონში რასაკვირველია ეს ძალიან შეიმჩნევა. ამიტომ შარშან დავტესტეთ ჩვენ ფესტივალთან არსებული არტ-ბანაკი, სადაც ჩამოყვავს მასტერები და 10 დღის განმავლობაში ისინი აკეთებენ სპეციალურ პერფორმანსებს, მუშაობენ გარკვეულ თემებზე და მერე სრულდება სანახაობით. ამაში უკვე მერიაც დაგვეხმარა ჩაერთო და მე ძალიან დიდი მადლობა მინდა უთხრა კულტურის სამინისტროს, როცა მე მივმართე მინისტრს, რომ მაქვს ესეთი იდეა, რომ მოდით ახალგაზრდებს მივცეთ აუნთოთ მწვანე შუქი რეგიონში და დავტესტოთ ესეთი კონკურსი რეჟისორებისთვის, ახალგაზრდა რეჟისორებისთვის, მაგისტრებისთვის, გამოვაცხადოთ კონკურსი. ჩემი ფესტივალი აიღებს ორგანიზებას, გამოავლინოს გამარჯვებული და თქვენ აიღეთ თქვენ თავზე, რომ დააფინანსოთ და ამ რეჟისორმა შეძლოს რეგიონში სპექტაკლი დადგას ნამდვილ თეატრში და არ დაელოდოს ვიღაცის წასვლას, წამოსვლას, რომ კონდეს ეს საშუალება. და ჩვენ მივიღეთ ესეთი შედეგი, რომ 4-მა გადასულმა კონკურსანტმა 2 გამარჯვებული იყო, იმიტომ რომ კულტურის სამინისტრომ ბოლოს გაგვიკეთა სიურპრიზი, რაღაც თანხაზე ვიყავით მოლაპარაკებული და იმაზე მეტი მოგცა დაჯილდოების დროს. ნამდვილი სიურპრიზი იყო და ერთის მაგივრად 2 გამარჯვებული პირველი მეორე ადგილი დაფინანსდა და დაიდგა ეს სპექტაკლები და ჩვენი წრე ესე გაგრძელდება. წელს ჩვენ ამას ვიხილავთ, აი მთავარი კოზირი ამ ფესტივალის არის, რომ იმ 4 რეჟისორის, იმიტომ რომ სხვა თეატრებიც მხარში დაგვიდგნენ და დარჩენილი კონკურსანტები, რომელთაც ვერ გაიმარჯვეს, ხულოს თეატრმა დაადგმევინა ერთს, მეორე ზუგდიდის თეატრმა შეეხიდა და აიღო თავის თავზე. ამ პროგრამაში ჩვენ გვყავს 4 ესეთი ნომინირებული. წელსაც იქნება ეს კონკურსი აუცილებლად და ჩვენ ფესტივალზე აი ესე უფლება გვაქვს ჩვენ, რომ ისინი სხვა ფესტივალზე, ჩემ ფესტივალამდე ვერ წავლენ ვერსად, ადგილობრივად ითამაშებენ, რასაკვირველია ეს არ ეხება მიწვევას, მაგრამ რეალურად ფესტივალზე ვერ გამოიყენებენ ამ სპექტაკლს, იმიტომ რომ ეს ექსკლუზივი ჩვენ გვაქვს და შემდეგ ფესტივალზე ჩვენ ისე ვიხილავთ, ვინ დავაჯილდოვეთ და რა ვქენთ. ძალიან კარგი, ნანა, აი დავიწყეთ საუბარი, რომ არის საერთაშორისო ეს ფესტივალი და რომ ძალიან გვაინტერესებს ვინ და ჩამოდის. აი ვინ არიან, რა კოლექტივები ჩამოდიან, რომელი რეგიონებიდან ჩამოდიან, ვის ვნახავთ ამ ფესტივალს საერთაშორისო პროგრამაში. ისე მინდა მოგილოცოთ ჩემშობლიურ არხს, საზოგადოებრივ მაუწყებელს ახალ შენობაში დამკვიდრება. ისეთი გულითადი შეხვედრისთვის დიდი მადლობა. ყველას, ვინც სტუდიაშია და მის მიღმა ჩემს საყვარელ კოლეგებს, ყველას გილოცავ და გისურვებ ძალიან დიდ წარმატებებს. მე რაც მინდა უპირველეს ყოვლისა ვთქვა ის, რომ გარდა იმისა, რომ მიმდევრები გამოგვიჩნდნენ ფესტივალების სახით და ეს ძალიან კარგია, რასაკვირველია.
მე მინდა ვთქვა, რომ ჩვენი ფესტივალი, ჩემი მშობლიური ფესტივალი ამჯერად არის რაღაც ცოცხალი ორგანიზმი, გოგა, ლიზა. აი წარმოიდგინეთ ცოცხალი, რომელიც მუდმივად დინამიკაშია და ვითარდება მუდმივად და არის სულ განახლებაში. აი ესე განახლდა და გახდა ახალგაზრდული. თუმცა მინდა ისიც ვთქვა, რომ ყოველთვის თავიდანვე იყო ეს ტენდენცია ახალგაზრდა რეჟისორების, ახალგაზრდა მსახიობის წარმოჩენის და კონტაქტების დამყარების. ერთმანეთთან სხვადასხვა თეატრის მსახიობები ერთმანეთის სპექტაკლებში მონაწილეობდნენ. სხვათა შორის ჩვენ არ აქვს კონკურსი, მაგრამ ხო, ეს ფესტივალია და არ არის კონკურსი. პრიზები აქ არ გაიცემ. პრიზები და მათ შორის ესე იგი თუმანიშვილის ვაშლი, ეს დამოუკიდებელი მანანა ანთაძის საუკეთესო სპექტაკლი იღებდა ამ პრიზს და იყო ასევე ახალგაზრდა მამაკაცი მსახიობისთვის. რატომ ასე გამორჩეულად? იმიტომ რომ ეს თვითონ თავაზობდა და თვითონ რაც უნდოდა ბელიძის როლის ალალეს მიხედვით შექმნილი პრიზია. თვითონ ბანო იანტბელიძე აკეთებდა ამას და ჩვენ უფლება არ ქონდა ჩავრეულიყავი. ხო, ჩვენ არ ვერეოდეს პერსონალური პრიზები. პერსონალური ეს მათი ინიციატივა. ასე რომ ეს საფუძველია ამისა, რომ რაღაც ეტაპზე შეიცვლებოდა და განახლდებოდა ფესტივალის ნამდვილად ასე იქნებოდა და რადგან ახალგაზრდული ხდა კიდევ რასაკვირველია ეს საუკეთესო მაგალითია, იმიტომ რომ ახალგაზრდობა ეხლა რასაკვირველია ყველა სფეროში მთავარია ჩვენთვის. ყოველთვის ყავდა მასტერკლასებში მონაწილე უცხოელი და ჩვენი გამოჩენილი თეატრის მოღვაწეები. დავიწყეთ დაახლოებით 7 წლის წინათ, როდესაც იტალიიდან ჩამოვიდა კლაუდიო დე მალიო. არის ესეთი ძალიან დიდი რეჟისორი, რომელმაც დადგა ჩვენთან სპექტაკლი სხვადასხვა თეატრის მსახიობების ახალგაზრდების. აი ეს იყო პირველი ეტაპი. მას შემდეგ ყოველთვის ყავს მასტერკლასზე წარმოდგენილი უცხოელი ოსტატი. წელს არის ბერძენი არაჩვეულებრივი რეჟისორი გიორგი ზამბულაკისი. ეს იდეა სხვათა შორის გაჩნდა გიორგი შალუტაშვილისგან მოდის, იმიტომ რომ წელს მაგისტრი ახალგაზრდები, რომელთაც მე სუმთხოვენ რომ მასტერკლასი ჩაუტარო, მე შევთავაზე რომ აი თუ თქვენ მიიღებთ დაფინანსებას, შეგიძლიათ ამ ფესტივალის ფარგლებში ჩამოხვიდეთ და მე დაგეხმარებით რომ ვინმე კარგი მასტერი ჩამოგიყვანოთ და სწორედ დაინტერესება იყო ქოროსთან დაკავშირებით, ბერძნულ ქოროსთან, რომელიც თვითონაც კარგად არიციან ბერძნებმა, მართლა ძალიან ამოუცნობი და ძალიან შეუსწავლელი ამბავია. და ეს არაჩვეულებრივი რეჟისორი ჩაატარებს მასტერკლასს სოფოკლეს ანტიგონეს მასალით და 24-ში გვექნება ჩვენება, ასე ვთქვათ, აი ამ მასტერკლასის ანტიგონეს მიხედვით ეს ახალგაზრდა ჩვენი სტუდენტები, მაგისტრები სცენაში თუ ფოთში იქნება გრიგოლეთში, სადაც ვართ დაბანაკებული, იმ ტერიტორიაზე გავაკეთებ ზღვის სანაპიროზე ამას. ძალიან კარგია, ძალიან ბევრი მინდა ვთქვა, მაგრამ უბრალოდ დრო ნაკლებად გვაქვს ამ შემთხვევაში, მაგრამ მე მაინც მინდა რომ დავაზუსტო, ესე იგი, რამდენი სპექტაკლი იქნება წარმოდგენილი, ვთქვათ, ფოთის მაყურებლისთვის და რამდენი სენაკის მაყურებლისთვის? სენაკში ჩვენ გვაქვს ფაქტიურად თითო სპექტაკლი თუ არ ჩავთვლით ერთ საჩუქარს ბავშვებისთვის ნუცა ჯანელიძე გვიკეთებს ესე თავის მიუზიკლი ჩამოაქვს და იქნება ეს წარმოდგენილი ყოველთვის ვაკეთებ სასაჩუქრებს დანარჩენი ეს გვექნება გათვლილი რომ სენაკში 4 წარმოდგენა გამოგვივა დანარჩენი უკვე უცხოელები და ყველანი ითამაშებენ ფოთში საერთო ჯამში ჩვენ 10 დღეში 12 წარმოდგენას ეს ძალიან ბევრია რა თქმა უნდა მოცემულობისთვის. მე მინდა უცხოელებიდან გამოვყო ერთი ძალიან საინტერესო, მე თვითონ მაინტერესებს ძალიან მასტერკლასზე ვიტყვი, ჩამოვა ჩვენთან პოლონელი ქალბატონი მასტერკლასს ჩაატარებს მეტყველებაში, ეს შენთვისაც საინტერესო იქნება ლიზა, იმიტომ რომ ძალიან აქტიურად ეს ქალი თანამშრომლობს ევროპის გამორჩეულ მომღერლებთან, მსახიობებთან, ხმის განთავისუფლება ქვია ამ მეთოდს, რაზეც ის ქალი მუშაობს, ქალბატონი და აი ამ მაგისტრებთან და რეგიონის
მსახიობებთან ამ მასტერკლასებს ჩაატარებს, მეც ინტერესით ველოდები მივიღებ აუცილებლად მონაწილეობას, ეს ყველა სჭირდება. რა რიცხვია ეს? მთელი 10 დღე ჩამოვა და 10 დღე იქნება ეს მასტერკლასები ჩაატარებს და როცა გინდა შემოგვიერთდი ერთ მასტერკლასს მაინც შეგიძლია დაესწრო, იმიტომ რომ ძალიან მნიშვნელოვანია. ნამდვილად. ძალიან დიდ მომღერლებთან აქვს ურთიერთობა, დროს აღარ დავკარგავ. და უცხოური თეატრები გაინტერესებდა, ესე იგი 4 სპექტაკლი გვაქვს ეს უკვე თავისთავად ამ ჩვენი ნომინანტების ეს გამოდის და უცხოეთიდან გვეყოლებიან თურქეთიდან, საბერძნეთიდან ქართული დასი ჩამოვა და ეს ძალიან საყვარელი დასია და ველოდებით მათ ძალიან თბილად და მინდა აღვნიშნო ამ უცხოელი დასებიდან ბალკანეთიდან გვეყოლება პირველად ეს საქართველოში მე მგონი ესეთი ბალკანეთიდან თეატრი არც ყოფილა და ძალიან საინტერესო თემაზე ახალგაზრდა რეჟისორი მონოსპექტაკლს წარმოადგენს შეფიცული ქალწული ესე ქვია ამ წარმოდგენას ეს ძალიან საინტერესო თემაა ბალკანეთში მე-15 საუკუნიდან მაღალმთიან რაიონებში თურმე დღესაც არის შემორჩენილი ესეთი უცნაურია რამდენიმე შეფიცული ქალწული არსებობს და რას ნიშნავს ეს სოციალურ თემაზე უფრო და არა გენდერულზე რადგან კანონის მიხედვით არ შეიძლებოდა თუ ვაჟი არ ყავდა ოჯახს გადასცემოდა ეს ყველაფერი ქონება გადაცემოდა ქალს ქალები იმიტომ რომ გადაერჩინათ ოჯახები, რომელიმე ქალიშვილი იღებდა თავის თავზე ამ ფუნქციას და დებდა ფიცს, რომ დაკარგავს, ესე იგი, არასოდეს არ იქნება ქალი, არ გააჩენ შვილს, არ ეყოლება შეყვარებული, არ გათხოვდება, იცვამდა კაცის ტანსაცმელს, ჰქონდა უფლება იარაღის ტარების და ყველაფრის, რასაც კაც შეუძლია რომ გააკეთოს, ბუნებრივია ყველაფრის არა, იმიტომ ვამბობ, რომ გენდერული არ არის და იღებდა აი ასეთ მოვალეობას თავის თავზე, რომ გადაერჩინა ოჯახი, ხშირად თავისი თავი ძალადობრივი ქორწინებისგან და საოცარი რა არის, 21 საუკუნეში დღესაც რომელიღაც თიან სოფელში არსებობს ეს შეფიცული ქალი, იმიტომ რომ იმისი ახლობელი წერს, რომ დღეს უკვე აი კომუნისტური რეჟიმი რო დაეცა, მას შემდეგ ამ კანონს უკვე შეარყიეს და აღარ არის ესეთი ძლიერი, რომ ამას დაექვემდებაროს უკვე ეს სოციალური ნაწილი, მაგრამ თიან სოფლებში, ქალაქებში მოხდა ესო, მაგრამ თიან სოფლებში ისევ პატრიარქატია და აი ესეთი აი ამ თემაზე იქნება მონოსპექტაკლი ძალიან საინტერესო, დიდი მადლობა. ბოლოს თქვათ, რომ დასწრება არის შესაძლებელი და თავისუფალი, ეს უფასო, ესაა ძალიან არყიდის ბილეთებს არასოდეს. ესაა ძალიან 16-დან 25 ივლისის ჩათვლით 16, 17, 18 სენაკი, ფოთი 20, 21, 22, 23, 24. არ გამომივიდეს ლიზა ერთ ფრაზას დავამატებ, მხოლოდ მივეცით ორი სპექტაკლის გაყიდვის უფლება, ერთი არის ფოთის სპექტაკლი და ჩვენ ყოველთვის ვეხმარებით რეგიონს და დაუტოვებთ ამ თანხას ბუნებრივია მათ და სენაკის სპექტაკლსაც წარმოადგენს ვაჟა-ფშაველას სტუმარ მასპინძელს, იმათაც დაუტოვებთ. ძალიან დიდი მადლობა. წარმატებებს ვისურვებთ. ჩვენ გემშვიდობებით. ასეთი იყო მომავალ კვირას შევხვდებით ერთმანეთს, ნახვამდის. ბედნიერი შაბათი კვირა.